ბულგარეთის დედაქალაქის სიმბოლო წმინდა სოფიაა, ქალი, რომელმაც საბჭოთა ლიდერი ჩაანაცვლა. 2000 წელს ამ მონუმენტმა ზუსტად ის ადგილი დაიკავა, სადაც ლენინის ძეგლი იდგა. ძველად სოფია უფრო ეროტიულ პიროვნებად ითვლებოდა, ვიდრე წმინდანად. მის სიმბოლოებს კი გარკვეული დატვირთვა აქვს. გვირგვინი ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლოა, ხოლო ბუს სიფრთხილის. ბულგარეთი სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. 1945 წელს ბულგარეთი კომუნისტური სახელმწიფო გახდა, ეგრეთ წოდებული სოციალური ბანაკის წევრი. დამოუკიდებლობა 1989 წელს მიიღო, როდესაც ქვეყანაში კომუნისტები დამარცხდნენ. ბულგარეთი ნატოს წევრი 2004 წელს, ხოლო ევროკავშირის 2007 წელს გახდა. სოფია მრავალ ტურისტს იზიდავს საუცხოო ხედებითა და არქიტექტურით. აქ შეხვდებით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ არქიტექტურას, როგორც საბჭოურს, ასევე ევროპულს. ნახავთ უამრავ საინტერესო ადგილს. ქუჩები სუფთაა, საგზაო მოძრაობა მოწესრიგებული, საკვები გემრიელი, მოკლედ აქ ყველაფერია, რითაც შეიძლება ჩამოსული დააინტერესო. ტურისტებს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია იზიდავთ. ბულგარელები მორწმუნეები არიან. ამ მხრივ სოფიაში ყველაზე დიდი სიამაყე ალექსანდრე ნეველის ტაძარია. ტაძარი აგებულია რუსი ჯარისკაცების ხსოვნის საპატივცემულოდ, რომლებიც დაიღუპნენ თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ განმათავისუფლებელი ბრძოლის დროს. ეს ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარია, აგებული 1908 წელს. მთავარი გუმბათის სიმაღლე 45 მეტრია, ხოლო ტაძრის ფართობი 3070 კვადრატული მეტრი. ტაძარი ერთდროულად 10000 ადამიანს იტევს. ტაძარში შესვლისას, რაც ყველაზე მეტად მოხვდება თვალში, ეს ულამაზესი ფრესკებია. გარშემო კი საოცარი სიმშვიდე და სიმყუდროვია. ამ მშვენიერ ადგილს მსოფლიოს მრავალი კუთხიდან სტუმრობენ. სოფიას ყველა ღირსშესანიშნაობა სწორედ ამ ტაძრის გარშემოა განლაგებული. ოპერისა და ბალეტის თეატრი, მეჩეთი, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ძველი სინაგოგა. აქვეა ვიტოშას საშოპინგო მთავარი ქუჩა. აქ შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი ანტიკვარული ნივთი, ძველებური კამერები, მონეტები, მედლები, ხელის საათები, რუსული სათამაშოები, აქვეა ნახატების გამოფენაც. მე ალეხანდრო ვარ არგენტინიდან. ჩემი სახელია ალფრედი. ორივეს ძალიან მოგწონს სოფია. კარგი ამინდია, აქაურობა მშვენიერია. სოფიას მეჩეთი კოშკი ევროპის ყველაზე ძველ მეჩეთად ითვლება. ის ოსმალების არქიტექტურული ტრადიციების მიხედვით არის აშენებული. ახლა სოფიას მთავარი მეჩეთის რესტავრაცია მიმდინარეობს. ტაძარში ზაჰირი არ დაგვხვდა, ამიტომაც აქ მომუშავე არქიტექტორს გავესაუბრე. როგორც გაირკვა პარასკევ დღეს მუსულმანები არა მხოლოდ სალოცავად, არამედ სირიელი დევნილებისთვის პროდუქტების შესაგროვებლადაც მოდიან. რთულია დაადგინო ამ მეჩეთის აგების თარიღი, თუმცა აქ კართან ქვაზე ამოტვიფრული საკმაოდ საინტერესო დამწერლობა აღმოვაჩინა, რომელიც დათარიღებულია 1567 წლით. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს თარიღი არის ამ მეჩეთის აგების თარიღი. სოფიას ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა სამხატვრო ნაციონალური გალერეაა, დაარსებული 1934 წელს. ის 50000 ნამუშევარს ინახავს. სამხატვრო ნაციონალურ გალერეაში გაეცნობით როგორც თანამედროვე და აღორძინების ხანის ნამუშევრებს, ასევე შუა საუკუნეების ფერწერასაც. წლების განმავლობაში ეს მუზეუმი ჩამოყალიბდა როგორც ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობებისა და ღირებულებების ცენტრი. 2015 წლიდან კი უცხოური ხელოვნების ნამუშევრებით შეემატა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ადგილია ბულგარეთში. სოფიას ანახავად 4 დღე საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყველა ღირსშესანიშნაობა მეჩვენებინა თქვენთვის, მაგრამ მათ შორის რაც მინახავს დამერწმუნეთ, ის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტთათვის. ის თანამედროვე, თუმცა ამავე დროს ძველებური, მშვიდი და მომხიბვლელია. აქ ჩამომსვლელს კი იშვიათად თუ მოგინდებათ სოფიას დატოვება.